ფლორენციელი ჯადოქარი პოლოსტერის მისნის ღამესთან ერთად არის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წიგნი, რაც კი ოდესმე რაიმე ტიპის სია შემიდგენია წიგნებთან დაკავშირებით, იქნება ეს ყველაზე მარტივად საკითხავი წიგნები, იქნება ეს ყველაზე მრავალფეროვანი, ლამაზი, სათავგადასავლო, სიყვარულზე წიგნები. ჩემს სიაში ყოველთვის შედის ფლორენციელი ჯადოქარი არის ალბათ ყველაზე ფერადი წიგნი, რომელიც წამიკითხავს, ყველაზე მრავალფეროვანი. მისი პირდაპირი ლიტერატურული წინაპარი ალბათ არის 1001 ღამე. სალმონ რუშდის აქვს ცალკე დაწერილი წიგნი სახელად 2 წელი 8 თვე და 28 დღე, ანუ ჯამში 1001 ღამე. ეს წიგნი კიდევ უფრო მეტად აგრძელებს ჩემი აზრით მაგ ნარატივს და ზღაპრულ სულისკვეთებას და ზღაპრულ კონტექსტს. ზოგადად ეს არის ამბავი ორ სამყაროზე, ერთი მხრივ არის ფლორენცია მედიჩების დროინდელი და მაკიაველი და მეორე მხრივ კიდე აღმოსავლეთის დიდი იმპერია მოგოლების, ანუ მონღოლების დიდი იმპერია და ამ ორ სამყაროს შორის გადებულ ხიდზე, გადებულ მოგზაურობაზე და ერთ საიდუმლოზე, რომელიც ცენტრში დგას, აი ამ ორი ერთი შეხედვით უცხო და ერთმანეთისგან განსხვავებული სამყაროს კავშირზე. მთლიანი მოგზაურობა არის ძალიან საინტერესო. ზოგადად სალმონ რუშდის ლიტერატურას ძალიან ხშირად ადარებენ ინდურ სამზარეულოს, მრავალფეროვნებით და ფერებით და სხვადასხვა ტიპის სუნელებით, რომელიც ერთი შეხედვით არ უნდა უხდებოდეს ერთმანეთს, მაგრამ ძალიან უხდება და თვითონ ნაწარმოებით სავსეა ესეთი უამრავი პატარა კერძით, ასე ვთქვათ, რომელიც შეიძლება მე აღარ განმეორდეს და სხვაგან არც ერთ სხვა ნაწარმოებში და არც ერთ სხვა ავტორთან აღარ შეგვხვდება. ერთ-ერთი საკმაოდ უნიკალური და სახასიათო პასაჟი, რაც გვხვდება წიგნში, არის იმპერატორი აქბარ დიდის გამოგონილი ცოლის ამბავი, რომელზეც რეალური ცოლები ეჭვიანობენ, რომელსაც აქბარი აკითხავს ხოლმე ცალკე, ეთამაშება ჭადრაკს და ზოგადადაც იმაზე, რომ გამოგონილი სამყარო ძალიან ხშირ შემთხვევაში შეიძლება უფრო ძლიერ, უფრო გავლენიანი აღმოჩნდეს, ვიდრე რეალური სამყაროა და შემდეგ არის ხოლმე ამ ცოლების ეჭვიანობა, ინტრიგები, რომელსაც ხლართავენ ამ გამოგონილი ცოლის წინააღმდეგ და აქბარი, რომელსაც რეალურად ყველაზე მეტად აი ეს ცოლი უყვარს, რომელთანაც აქვს იმის ინტიმი, რომ მხოლობით რიცხვში მიმართოს საკუთარ თავს, ანუ ჩვენი იმპერატორული უდიდებულესობა კი არ არის მასთან, არამედ მე არის და ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საკრალური მომენტია. რუშტისადმი ბევრი პრეტენზია შეიძლება არსებობს, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი წუხილი ის არის, რომ როდის მისცემენ ნობელის პრემიას და კომიტეტისადმი არსებობს ეს დიდი საყვედური, იმედი გვაქვს ყველას, რომ მანამდე იზამენ სანამ ცოცხალია ეს კაცი, იმიტომ რომ იმსახურებს ჩემი აზრით და ერთ-ერთი იმ ადამიანთაგან არის, რომელსაც არ აქვს ნობელის პრემია და